ესპანეთის მთავრობის განცხადებით სეუტაში გადასული მიგრანტების რაოდენობა 80,000-მდე გაიზარდა. ქალაქში რეგისტრირებული თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვანთა რიცხვი კი 1400-მდე. 10 აგვისტოს დილის 5 საათიდან ასობით არასრულწლოვანი იდგა რიგში რეგისტრაციისა და დახმარებისთვის. ტერიტორიული პოლიტიკის მინისტრმა ანხელ ვიქტორ ტორესმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტად რჩება ოჯახების გაერთიანება მათი წარმოშობის ქვეყანაში, ან ისევ ესპანეთშივე. ავტონომიური ქალაქის სეუტის პრეზიდენტმა ხუან ხოსე ვივასმა მთავრობის სიტუაციის კონტროლი და სეუტაში დარჩენილი მიგრანტებისთვის დაკავების ცენტრების შექმნისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მთავრობამ ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავში სამოქალაქო გვარდიის პერსონალი 40%-ით გაზარდა, ეროვნული პოლიციის კი 30%-ით. მიგრაციის შესახებ განგაშის გამო მან ახალი სამგზავრო ვიზების გაცემაზე უარი განაცხადა. იტალია და დანია კრიზისის შემდეგ დეპორტაციის ცენტრების შექმნას მოითხოვენ და მადრიდს მიგრაციისადმი რბილი პოზიციის გამო აკრიტიკებენ. კრიზისის შემდეგ ჯორჯა მელონის მთავრობამ კონტროლი დააწესა ესპანეთიდან ჩამოსულ მოგზაურებზე. საპასუხოდ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთმა იტალიელი მოგზაურებისთვის. ფიქრობ, ესეც ერთ-ერთი გზაა მისი ქვეყნის დასაცავად, არა? ყველაფრისგან, რაც აქ ესპანეთში ხდება. მესმის ის ზომები, რომლებიც იტალიამ ესპანეთის წინააღმდეგ მიიღო, მაგრამ ჩემთვის ცოტა აბსურდულია. სანჩესი მწყობრიდან არის გამოსული. არ ვიცი, არ არსებობს გამართლება იმისა, რაც ხდება.